მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამჯერად დასავლეთ ავსტრალიიდან გადმოვხდებით ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში გვექნება კარდი UFC 328 თავარი ჩხუბით ჩიმაევის სტრიკლენდის წინააღმდეგ. უდაოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო კარდი გვაქვს ამ კვირას. თავარი ჩხუბი არის სიგიჟე. ჯონ სტრიკლენდი სადღაც 1 წელია ყველანაირი გზით ცდილობს მოიპოვოს ეს ჩხუბი და საბოლოოდ მოახერხა და ახლა შეეცდება ჩეჩენ მგელს წაართვას ქამარი. თავარი ბრძოლის გარდა ამ კარდზე ასევე გვაქვს მეორე საჩემპიონო ბრძოლა Co-Main Event-ში ჯოშუა ვენი დაუპირისპირდება ტაცურო ტაირას. ეს ჩხუბი UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლებს შორის შემდგარი სატიტულო ჩხუბი იქნება. Main card-ზე ასევე ვიხილავთ ალექსანდრ ვოლკოვს, ვალდო კორტეს აკოსტას წინააღმდეგ. ამ ჩხუბში გამარჯვებული იქნება ნომერ 1 სატიტულო ბრძოლაში და დაელოდება ქამარს. Card-ზე ასევე ვიხილავთ კლასიკურ დაპირისპირებას გრეპლერსა და სტრაიკერს შორის. შონ ბრედი დაუპირისპირდება ჟოაკინ ბაკლის. ასევე გამოსარჩევი ჩხუბი ამ card-ზე, რომელიც Main card-ზე საერთოდ ვერ მოხვდა, რაც სიგიჟეა, არის ჯოელ ალვარეზი, იაროსლავ ამოსოვის წინააღმდეგ. ესა და სხვა კიდევ უმაგრესი ჩხუბები გვაქვს ამ კარტზე და დავიწყოთ ნელ-ნელა ჩვენი ვიდეო. ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი თუ არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და დამიწეროთ კომენტარები. სანამ ამ კვირის კარდის განხილვას დავიწყებ, ჩავხედოთ ჩვენ განვლილ წინა კვირას. 11-12-ზე წამოგვივიდა ჩხუბები, რაც ძალიან კაი შედეგია. ძალიან კაი კარდი გამოვიდა საბოლოო ჯამში ჩვენი წინა ავსტრალიის კარდი, უმაგრესი main event-ით, როგორც ველოდით, ჯეკ დე ლა მადალენას და პრატეს შორის იყო უმაგრესი სტრაიკინგის ჩხუბი. ადგა კარლოს პრატესი, ჩაადგა ჯეკ დე ლა მადალენას თავის ქვეყანაში და გახია ცემაში. მოკლედ, დაშალა ისე ცემა. ძალიან ატკინა ყველაფერი, საერთოდ ყველა ნაწილი, ტანის ყველა ნაწილი დაუზიანა და მესამე რაუნდში დააფინიშა. საბოლოო ჯამში პროგნოზები ძალიან კარგად წამოვიდა. ორი მშვენიერი ანდერდოგი ამოვაგდეთ და ის ორი წაგება რაც ჰქონდა. ერთი იყო ელიოტის ჩხუბი. თავიდან კარგად დაიწყო ელიოტმა, პირველი რაუნდი მოიგო, მაგრამ ასაკის გამო, ჩემი აზრით, მერე ვეღარ გაუკაჩა. ამოუკაჩა აქეთერსეგმა და მეორე და მესამე რაუნდი მოიგო, დესიჟენით მოუგო საბოლოო ჯამში. ხოლო ბრიჩეკს რაც შეეხება, ძალიან მაგარი ჩხუბი აჩვენა როუსტონმა, ნახდა და არ მოველოდი. ძალიან ცუდად შევაფასე ეს კაცი, ძალიან კაი მებრძოლია, საერთოდ ყველგან აჯობა ბრიჩეკს და არანაირი შანსი არ დაუტოვა ამ ჩხუბში. გადავიდეთ ამ კვირის UFC 328-ზე, ბევრს აღარ ვილაპარაკებ წინა კარტზე, ძალიან აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ამ კვირის კარტით და ერთი სული მაქვს, როდის იქნება საერთოდ ჩხუბები და პრედიქშენებისთვისაც მზად ვარ. დავიწყოთ მოკლედ ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ, მთავარი ჩხუბი, უმაგრესი ჩხუბი. სადღაც 1 წელია უკვე შონ სტრიკლენდი ცდილობს ეს ჩხუბი მოიპოვოს. იმის შემდეგ რაც ჩიმაევი ჩემპიონი გახდა, შონ სტრიკლენდს უნდოდა ეს ჩხუბი. ერთი ჩხუბი იჩხუბა ეხლა, მოუგო ენტონი ჰერნანდეს. იდეაში ეგ ჩხუბი ზუსტად ქამარზე გასასვლელი ჩხუბი იყო და მოიპოვა გამარჯვება მაგ ჩხუბში შონ სტრიკლენდმა და აგერ ხამზას დაუპირისპირდება ეხლა. ძალიან დიდი ბილდაპი გვაქვს ამ ჩხუბში. ძალიან მაგრა ველოდები პრესკონფერენციებს ამ დღეებში იქნება ნელ-ნელა უკვე და ველი სიგიჟეებს, იმიტომ რომ ძალიან ბედბლადია ამ ორ მებრძოლს შორის, ეზიზღებათ ერთმანეთი, ძალიან პირადულ რაღაცებზე ეხება შონ სტრიკლენდი ისე ლაპარაკობს ხამზატ ჩიმაევზე და ისიც გაგიჟებულია, მოკლედ ცოფებს ყრის ხამზატი. ფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს სტრიკლენდი, ცდილობს რომ გამოიყვანოს წყობიდან ჩიმაევი და ჩხუბის დროს დააშვებინოს შეცდომები თავისი აი ამ სიბრაზიდან გამომდინარე და ზუსტად მაგით მოიპოვოს უპირატესობა და როგორმე დაამარცხოს ხამზატი, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა მაღალი დონის მებრძოლია ხამზატი და რა ძნელი იქნება მისი დამარცხება. ჯერჯერობით არავის არ შეძლებია ამის გაკეთება. 15-0-ზე აქვს ბალანსი, დაუმარცხებელია ხამზატ ჩიმაევი. ყველაზე ახლოს ხამზატის მოგებასთან იყო ჩემი აზრით გილბერტ ბერნსი და ზუსტად მაგ ჩხუბში ხამზატმა იჩხუბა თავისი გულით და არა ტვინით. ძალიან ბევრი ინტერვიუ აქვს ჩხუბის მერე და თვითონ ჩხუბშიც ვნახეთ როგორ უყვიროდა ხამზატ თავისი კუთხე და ხამზატი საერთოდ არ უსმენდა და უბრალოდ იდგა და გაცვლებში მიყვებოდა ბერნს და ზუსტად ეს გეგმა აქვს სტრიკლენდსაც, რომ მსგავსად დაავიწყებინოს თავისი გეგმა ჩიმაევს და რაღაც მოუფიქროს დგომში. ჩიმაევი ვიცით რა მებრძოლიცაა და რაც ექნება გეგმა ამ ჩხუბში, ყველა ჩხუბში აქვს ერთი გეგმა, რომ გამოვიდეს თავიდანვე, გადაუაროს თავის მეტოქეს, ჩაიყვანოს ძირს და დააფინიშოს. რა თქმა უნდა, ხამზატის ყველა მეტოქე მიცის გზა, მაგრამ თავარი კითხვა ისაა თუ რამდენად არის შესაძლებელი ეს. რა თქმა უნდა, სტრიკლენდის გეგმა იქნება, რომ გადაიტანოს ხამზატის ეს ტორნადო პირველ მეორე რაუნდში
და შემდეგ რამე მოუხერხოს, თუმცა მიდი და გაუძელი ამ მონსტრს პირველი 10 წუთი. ხამზატი საერთოდ შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ჩემი აზრით არის ის ერთადერთი მებრძოლი, რომელიც პირველ რაუნდში, ანუ პირველ რაუნდს საერთოდ ყველა მებრძოლს მოუგებს რა. მებრძოლს კი არა, მთლიანი დედამიწიდან ნებისმიერი ერთი ადამიანი რო ავიღოთ, ნებისმიერი და ჩაუსვათ ხამზატს პირველ რაუნდში, ხამზატი აუცილებლად გადაუვლის ყველას. ესეთი პირველი რაუნდის მებრძოლი მე საერთოდ არ მახსენდება. მსგავსად ამ დაპირისპირებაში ხამზატს პირველ 10 წუთში ექნება უდიდესი შანსი, რომ სტრიკლენდი დააფინიშოს, იმიტომ რომ აუცილებლად ჩაიხვანს ძირს სტრიკლენდს და შემდეგ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გაუძლებს სტრიკლენდი ხამზატის ამ პირველ მეორე რაუნდს. თუმცა ვნახეთ ჩვენ ხამზატის წინა ჩხუბებში რამდენიმე მებრძოლი, ვინც გაუძლო მას ეს ამ თავის პირველ მეორე რაუნდში, თუნდაც წინა ჩხუბში დრიკუს დუპლესისთან გაუძლო დუპლესიმ პირველი ორი რაუნდი, თუმცა საერთოდ ვერაფერი ვერ მოახერხა, როგორც პირველი და მეორე რაუნდი იჩხუბა ხამზატმა, ისე მოუგო მესამე, მეოთხე და მეხუთეც. საერთოდ პასუხი არ ქონდა დუპლესის იმ ჩხუბში, თუმცა ვფიქრობ სტრიკლენდი უფრო გამოცდილია და სტრიკლენდისგან უფრო კარგ ჩხუბს ველოდები, ვიდრე დუპლესმა იჩხუბა ხამზატთან და ვფიქრობ სტრიკლენდი უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, ვიდრე დუპლესიმ გაუწია მას. გეტყვით ჩემ აზრს თუ როგორ ვფიქრობ რომ ეს ჩხუბი განვითარდება, ვფიქრობ ძალიან დიდი შანსი ექნება ხამზატს პირველ მეორე რაუნდში დააფინიშოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ როგორი ხამზატ ჩიმაევი გყავს ახლა, თუ როგორ არის გაბრაზებული სტრიკლენდზე, ვფიქრობ რომ აუცილებლად გამოვა დასაფინიშებლად ხამზატი და არ იჩხუბებს მსგავს ჩხუბს, როგორც წინაზე იჩხუბა დუპლესისთან. იმიტომ რომ წინაზე დუპლესისთან ის ჩხუბი პირველი ჩხუბი იყო ხამზატისთვის ქამარზე, ძალიან დიდი ფსონი იყო და უბრალოდ მარტივად მოიგო ხამზატმა ის ჩხუბი, ბევრი არ გარისკა, თან მით უმეტეს ჩხუბის განმავლობაში, როცა ნახა რომ საერთოდ პასუხი არ ქონდა დუპლესის მის გრეპლინგთან და ჭიდაობასთან, მშვიდად მარტივად გააკონტროლა 5 რაუნდის განმავლობაში და მარტივად წამოიღო ქამარი, მაგრამ ეხლა ცოტა სხვა ვითარება გვაქვს ეხლა რა. ხამზატი აუცილებლად შეეცდება რომ დააფინიშოს სტრიკლენდი და თავიდან თუ ვერ მოახერხა პირველ მეორე რაუნდში, გონია რომ შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვას, წამოუდგეს ფეხზე სტრიკლენდი, დაღალოს ხამზატი, აი ვთქვათ ხამზატმა ჩაიყვანოს ძირს, ისევ წამოუდგეს სტრიკლენდი, თავიდან გააკეთებინოს ტეიქდაუნი, დაიცვას 1-2 ტეიქდაუნი, ანუ ამუშაოს ჩიმაევი, ცოტა დაღალოს და ბოლოსკენ ამ დაღლილ ჩიმაევს გომში რაღაც გაუტაროს და დააფინიშოს. ძალიან ჩვეულებრივად ხედავ მასეთ ფინიშს. ჩვენ ვიცით რომ ხამზატს წარსულში რაღაც პრობლემები ჰქონდა თავის კარდიოსთან, აი მაგალითად უსმანს როცა ეჩხუბა, პირველი ორი რაუნდი მოუგო უსმანს და მესამეში უკვე ძალიან დაღლილი იყო, წააგო მესამე რაუნდი უსმანთან, თუმცა ასევე ვნახეთ რომ დუპლესისთან 5 რაუნდი ისე იჩხუბა, რომ საერთოდ არ დაღლილა, მაგრამ იქ ის ფაქტორიც იყო, რომ დუპლესისმა საერთოდ არ ამუშავა ხამზატი, ძალიან ადვილად აკონტროლა ხამზატმა, არ მოუწია დიდი ენერგიის დახარჯვა და გონია რომ ზუსტად მაგიტო შეინარჩუნა 5 რაუნდის განმავლობაში ძალიან კაი კარდიო, ასე რომ აუცილებლად თუ სტრიკლენდს ამ ჩხუბში გამარჯვება უნდა ამუშაოს რამენაირად ხამზატი და შემდეგ რამეზე დაიჭიროს და დააფინიშოს რა. აი სხვანაირად უბრალოდ სტრიკლენდის გამარჯვებას ნაღდად ვერ ხედავ. აი თუნდაც რომ დაღალოს ბოლოსკენ და ვერ დააფინიშოს, ვფიქრობ ხამზატს 3 რაუნდი მაინც მინიმუმ დიდი ალბათობით მოგებული ექნება და უბრალოდ ბოლოსკენ თუ გადარჩა საერთო ჯამში რაუნდების მოგების გამო დარჩება გამარჯვებული დესიჟენით. ამიტომაც პროცენტების მხრივ ვიტყვი მაინც რომ ზუსტად მიხვდეთ როგორ მგონია ბრძოლის ბედი გადაწყდება. სადღაც 80%-ს ვფიქრობ რომ ხამზატი თავიდანვე დააფინიშებს სტრიკლენდს. ძალიან გაგიჟებულია და როგორც თქვი, ყველაფერს ჩადებს საერთოდ იმ პირველ ორ რაუნდში რომ დააფინიშოს და დააზიანოს სტრიკლენდი. 10%-ს მივცემდი სტრიკლენდის მეოთხე მეხუთე რაუნდის TKO-ს და დარჩენილი 10% იქნება ის რომ თავიდან გადაუვლის ჩიმაევი, ექნება რაუნდები მოგებული და ბოლოსკენ ახლოს იქნება სტრიკლენდი დაფინიშებასთან, თუმცა ვერ დააფინიშებს ჩიმაევს და საბოლოო ჯამში ჩიმაევი დარჩება ქულებით გამარჯვებული. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, რა თქმა უნდა ჩიმაევი უდიდესი ფავორიტია, 1.16 აქვს, სტრიკლენდს 5 და 10 აქვს კოეფიციენტი და ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება ხამზატ ჩიმაევის ფინიში. გადავიდეთ კომეინ ივენტზე, გვექნება ფლაივეითების ქამარზე ჩხუბი
ჩხუბი ჯოშუა ვანი ტაცურო ტაირას წინააღმდეგ. რო შევკრიბოთ ამ ორი მებრძოლის ასაკი, ეს არის ორი ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლებს შორის ქამარზე ჩხუბი UFC-ს ისტორიაში, ანუ ჯამში ვამბობ. ჯოშუა ვანი არის 24 წლის და ტაცურო ტაირა არის 26 წლის. ორივე ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან მაგარ ჩხუბს ველოდები. ეს იქნება ჯოშუა ვანის პირველი ქამრის დაცვა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიპოვა ქამარი, პანტოჟასთან იჩხუბა და ძალიან ფლუკ მოგება იყო. ხარი ამოუვარდა მაგ ჩხუბში თავიდანვე ალექსანდრე პანტოჟას და უბრალოდ ვეღარ გააგრძელა ჩხუბი და მაგიტო დაკარგა ეს ქამარი. ეხლა უბრალოდ გადის რეაბილიტაციას და როცა მზად იქნება ალექსანდრე პანტოჟა აუცილებლად ვიხილავთ მას უკან. ჯოშუა ვანის მხრივ წამოვიდა ძალიან დიდი ჰეითი MMA ფანებისგან, მაშინ როცა მოუგო პანტოჟას, იმიტომ რომ აღნიშნა ქამრის მოგება. თუმცა რაღაც პონჩი მაინც მესმის ჯოშუა ვანის ძალიან დიდი ემოციები იყო, მით უმეტეს მაგ დროს ქამარზე ჩხუბო 24 წლის ასაკში ძალიან იშვიათია მსგავსი რაღაც. თან ასე თუ ისე გამოუცდელია, ფიქრობ ძალიან ბევრს ნიშნავს და უბრალოდ ემოციები ვერ მოთოკა ჯოშუა ვანმა ქამრის მოგების შემდეგ. და მე საერთოდ არ ვარ იმით გაღიზიანებული, რომ აღნიშნა მოგება. არ აქვს მოკლედ მნიშვნელობა, ჩემპიონია ეხლა ჯოშუა ვანი და დაიცავს ქამარს ტაცურო ტაირას წინააღმდეგ. ეს ჩხუბი ასე თუ ისე კლასიკური დაპირისპირებაა სტრაიკერსა და გრეპლერს შორის. ჯოშუა ვანი უფრო სტრაიკერია, ტაცურო ტაირა გრეპლერი, თუმცა ტაცურო ტაირამ თავისი წინა ჩხუბი ბრენდონ მორენოსთან როგორც იჩხუბა, ძალიან მომეწონა დგომში ტაცურო ტაირა, ძალიან კარგად ჩაატარა ის ჩხუბი დგომში. შემდეგ მართალია ძირს გადაიყვანა და ძირს დააფინიშა მორენო თავის სტილში, მაგრამ დგომშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ამის თქმა მინდა, ვფიქრობ, რომ განვითარებულია. რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა და ეხლა უფრო განვითარებულ სველი მსგავსად თავისი მეტოქისა. 18-1 აქვს ბალანსი ტაცურო ტაირას და ერთი წაგება აქვს UFC-ში ბრენდონ როივალთან. უნდა აღინიშნოს, რომ ჯოშუა ვანს აქვს მოგებული ბრენდონ როივალთან. საკმაოდ ახლო ჩხუბი იყო ეგეც. წინა წლის საერთოდ საუკეთესო ჩხუბი იყო ეგ, 3 რაუნდი, ძალიან მაგარი ჩხუბი დადეს. როივალთან ტაირამ ეს ჩხუბი რო წააგო, თავისი გრეპლინგის გამოყენება ვერ შეძლო კარგად. იქიდან გამომდინარე თუ რა კაი გრეპლერია როივალი და ზუსტად მაგიტო წააგო, თუმცა მაინც ძალიან ახლო იყო, ხოლო როივალი ჯოშუა ვანის ჩხუბში სულ დგომში გაიმართა ის ჩხუბი და დგომში აჯობა ვანმა. ფიქრობ, რა თქმა უნდა, ტაირას გეგმა იქნება ამ ჩხუბში, რომ ჩაიყვანოს ვანი ძირს და იქ მოუხერხოს რამე. ჯოშუა ვანი კი, რა თქმა უნდა, შეეცდება ტეიქდაუნებისგან თავი დაიცვას და დგომში გააჩეროს ეს ჩხუბი, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. დგომში ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უპირატესობა ექნება ჯოშუა ვანს და გრეპლინგში, რა თქმა უნდა, ტაცურო ტაირას, მაგრამ მგონია, რომ ტაცურო ტაირას უფრო დიდი უპირატესობა ექნება გრეპლინგში და მიწაზე ჯოშუა ვანის წინააღმდეგ, ვიდრე თვითონ ჯოშუა ვანს დგომში ტაცურო ტაირას წინააღმდეგ. ჯოშუა ვანის ტეიქდაუნ დიფენსი იმაზე უკეთესია, ვიდრე ხალხს გონია და ვიდრე ხალხი მას აფასებს ეხლა, იმიტომ რომ აქამდე რა ჩხუბებიც ქონიათ, სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ არ უცდიათ მისი ძირს ჩაყვანა, მაგრამ ვინც ცადა, თითქმის ყველას ტეიქდაუნი დაიცვა და საერთოდ ძალიან კაი რეაქცია აქვს ტეიქდაუნზე. სპროლი ეხერხება ძალიან კარგად და ვნახოთ თუ შეძლებს რომ დაიცვას თავი ტაცურო ტაირას ტეიქდაუნებისგან, მაგრამ რა თქმა უნდა, ფლაივეიტში გვაქვს ძალიან სწრაფი მებრძოლები არიან და ძალიან ბევრ ტეიქდაუნს შეეცდება ტაცურო ტაირა, თუ ვერ გადაიყვანა, მაინც ცდის ძალიან ბევრჯერ. ძირს თუ ჩაიყვანა ტაცურო ტაირას, ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიტსუ აქვს და ასევე კონტროლი აქვს ძალიან კაი პოზიციებიდან, დომინანტი პოზიციებიდან ერთი მეორეზე გადადის ძალიან ადვილად და ძალიან კარგად, მაგრამ სანამ ჩხუბი იქნება ფეხზე, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაცაზე დაიჭიროს ჯოშუა ვანმა. ჯოშუა ვანს ძალიან უყვარს გამიქსვა თავისი სტრაიკინგის, ჩადის ტანში, ადის თავში მერე და შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად რამეზე დაიჭიროს ტაცურო ტაირა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 1.59 აქვს კუში ტაცურო ტაირას ჩემთან, ხოლო ჯოშუა ვანს 2.33. ანდერდოგია ჩემპიონი. ფიქრობ ამ ჩხუბში ფინიში იქნება, არ ვიცი ზუსტად რომელი მხრიდან, მაგრამ ველოდები აუცილებლად ფინიშს. ფიქრობ ან ჯოშუა ვანი დააფინიშებს დგომში ტაცურო ტაირას, ან ტაცურო ტაირა მოახერხებს ჩაიყვანს ძირს მის ოპონენტს და შემდეგ იქ მოუხერხებს რამეს და დააფინიშებს. ზუსტად ამიტომ ჩემი პროგნოზი იქნება 4.5 რაუნდზე ნაკლები. კოეფიციენტი აქვს ამას, ან 4.5 რაუნდზე ნაკლებს ჩემთან 1.65 და ძალიან მშვენიერი კოეფიციენტი მგონია. ფიქრობ, რომ რომელიღაც აუცილებლად დაფინიშდება. გადავიდეთ main card-ის შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ალექსანდრ ვოლკოვი, ვალდო კორტეს აკოსტას წინააღმდეგ. ჰევივეითების ჩხუბი გვექნება.
ალექსანდრე ვოლკოვი, რომელსაც ორი ჩხუბის წინ წაგებული, ერთი ჩხუბის წინ უბრალოდ წაგებული აქვს სირილ განესთან split decision-ით, რომელიც ჩხუბიც არ უნდა წაეგო, მსაჯებმა ჩემი აზრით წაართვეს ეს ჩხუბი ალექსანდრე ვოლკოვს. ეგ ჩხუბი რო არ წაეგო, ვოლკოვს იქნებოდა 6 კაციან winning streak-ზე, ძალიან კარგად გამოიყურება. სირილ განი აგერ უკვე ინტერიმ კამარზე ჩხუბობს პერეირას წინააღმდეგ, მაგის შემდეგ ალმეიდას მოუგო split decision-ით. არაფერი არ მომხდარა დიდი მაგ ჩხუბში, მაგრამ მაინც მოახერხა ვოლკოვმა მაგ ჩხუბის მოგება. მანამდე პავლოვისთან აქ, ტაიტუივასასთან, რომანოვთან და როზენსტრუკთან მოგებები. შვენივრად გამოიყურება ვოლკოვი, 37 წლისაა და თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ ეს კაცი თავის პრაიმშია ეხლა და ვფიქრობ ამ ჩხუბს თუ მოიგებს, როცა განე და პერეირა იჩხუბებენ, მაგ ჩხუბში გამარჯვებული აუცილებლად ეჩხუბება ტომ ასპინალს რეალურ კამარზე და ზუსტად ამ ჩხუბის შემდეგ ვფიქრობ დაელოდება ვოლკოვი კამარზე ჩხუბს. რა თქმა უნდა, თუ მოიგო ეს ჩხუბი, სალსაბო იაკოსტას რაც შეეხება, ეს კაცი არის heavyweight-ის აღმოჩენა, წინა წლის heavyweight-ის აღმოჩენა. 5 ჩხუბი აქვს წინა წელს ჩატარებული, რაც ძალიან იშვიათია მებრძოლებს შორის, მით უმეტეს heavyweight-ებში. ერთი წაგება აქვს სერგეი პავლოვიჩთან, decision-ით წააგო, მაგრამ სხვა ჩხუბებში მშვენივრად გამოიყურებოდა. ბოლოს 3 ჩხუბი განსაკუთრებით ანტე დელია დაანოკაუტა, შემდეგ შამილ გაზიევი და ბოლოს აგერ დერიკ ლევისი გააგორა. ძალიან კომპანიმენი გაიჩნდა აკოსტა და ძალიან მოსწონს ახლა UFC-ს, იმიტომ რომ საერთოდ უარს არ ამბობს ჩხუბზე და აგერ შამილ გაზიევთანაც short notice ჩხუბი იჩხუბა და ძალიან მარტივად გათიშა პირველ რაუნდში და მსგავსად რაც თქვი ვოლკოვზე, ვფიქრობ რომ ეს ჩხუბი თუ მოუგო ვოლკოვს, აუცილებლად შემდეგ ჩხუბს აკოსტას აჩხუბებენ კამარზე. ამ ორ მებრძოლს ახლო წარსულში საერთო მეტოქი ყავთ სერგეი პავლოვიჩი, რომელთანაც აკოსტამ წააგო, ხოლო ვოლკოვმა მოიგო, ორივე მებრძოლმა decision-ი ეჩხუბა პავლოვიჩს. ვფიქრობ მსგავსი ჩხუბი იქნება ვოლკოვსა და აკოსტას შორის, როგორიც იყო ვოლკოვსა და პავლოვიჩს შორის. ვფიქრობ ამ ჩხუბშიც ვიხილავთ აუცილებლად 3 რაუნდს. არის რაღაც შანსი რომ აკოსტამ რაღაც დიდი გაარტყას ვოლკოვს და დააფინიშოს, იმიტომ რომ აგერ ბოლო 3 ჩხუბია, ძალიან კარგად გამოიყურება მართლა, აფინიშებს თავის მეტოქეებს, მაგრამ ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება მსგავსი რაღაცის გაკეთება და ვფიქრობ რომ ვოლკოვი უფრო ტექნიკურად ნაბიჯ მოახერხებს რაუნდების მოგებას და ამ ჩხუბში მოუგებს აკოსტას. კოეფიციენტების მხრივ 1.54 აქვს ვოლკოვს, ხოლო აკოსტას აქვს 2.53. ფავორიტია ვოლკოვი და ჩემი პროგნოზიც იქნება ვოლკოვის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს შონ ბრედი, ჟოაკიმ ბაკლის წინააღმდეგ და ეხლა ვეგეთქვით, რომ ეს ჩხუბი არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამ ქარდზე. ჩიმაევი სტრიკლენდის შემდეგ საერთოდ ყველაზე მეტადველი ამ ჩხუბს. ჩემი წინა ვიდეოები თუ გაქვთ ნანახი, გეცოდინებათ, რომ შონ ბრედი საერთოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია მთლიანად UFC-ში. მისი დარბაზი მარკეზ MMA, საიდანაც არის შონ ბრედი, ძალიან მიყვარს ეგ დარბაზი და საერთოდ ყველა მებრძოლი ვინც არიან მაგ დარბაზიდან, სხვათა შორის ერთი მებრძოლი კიდე ყავს ამ ქარდზე, პეტ საბატინი, რომელიც პრელიმებშია და მივალ მაგ ჩხუბამდე. ეს ორი მებრძოლი ორივე მოდიან წაგებებით, ორივე არის welterweight-ის ტოპ-10-ში. შონ ბრედი ახლა მე-9 ნომერია, ხოლო ჟოაკიმ ბაკლი მე-4 ნომერი. თავიანთი კარიერის ამ მომენტში ძალიან ერთნაირად მოდიან ეს მებრძოლები, შეიძლება ითქვას. შონ ბრედი არის 33 წლის, ჟოაკიმ ბაკლი არის 32 წლის და სანამ თავის ბოლო ჩხუბს წააგებდნენ, ორივე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ბრედის 3 კაციანი winning streak-ი ჰქონდა, კევინ გასტელუმს მოუგო, გილბერტ ბერნს და ლიონ ედვარდს, ყოფილ ჩემპიონს, მაგ დროის ყოფილ ჩემპიონს, ხოლო ბაკლიმ იმის შემდეგ, რაც welterweight-ში გადაინაცვლა middleweight-იდან, სტივენ ტომპსონს მოუგო და კოლბი კოვინგტონს. ვფიქრობ ძალიან კაისვლა იყო ბაკლისგან ეს, რომ welterweight-ში გადაინაცვლა, იმიტომ რომ ეს არის მისი ნაღდი წონითი კატეგორია, ცოტა პატარა იყო middleweight-ში. აქ გვაქვს კლასიკური დაპირისპირება გრეპლერსა და სტრაიკერს შორის, მსგავსად კომეინისა. შონ ბრედი არის უმაღლესი დონის გრეპლერი, უმაგრესი ჯიუ-ჯიტსუთი და ტეიქდაუნებით, ხოლო ჟოაკიმ ბაკლი არის ძალიან მაგარი სტრაიკერი, უმძიმესი ხელებით და ძალიან ფლეშ სტრაიკინგით. მათ წინა მოგებებს რო ჩავხედოთ, ვფიქრობ შონ ბრედის უფრო კარგი მოგებები აქვს ვიდრე ბაკლის, იმიტომ რომ აი ეს სტივენ ტომპსონი და კოლბი კოვინგტონი მგონია უკვე თავისი პრაიმიდან ძალიან შორს არიან, ძალიან ბებრები არიან უკვე და ბოლო ჩხუბში ბაკლის ასევე მოხუცმა უკვე უსმანმა მოუგო თავისი ჭიდაობით. უსმანიც ძალიან შორსაა თავისი პრაიმისგან, მაგრამ აი თავისი ჭიდაობით მაინც აჯობა ბაკლის. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საერთოდ უსმანი, მუხლები საერთოდ არ უარგა. ნათქვამი აქვს რომ კიბეებზე უკანასულითად
დადის, ისეთ ცუდ მდგომარეობაში აქვს მუხლები და ქუჩაში როცა დადის თუ არის საშუალება და ბალახი არის გზაზე, გზიდან გადადის ბალახზე. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უნდა გაუჭირდეს შომბრედის ამ ჩხუბის მოგება. თუ ესეთ მდგომარეობაში მყოფი კამარო უსმანი გიკეთებს და იქ დაუნებს და გაკონტროლებს შემდეგ, ვფიქრობ, რომ შომბრედი აუცილებლად გადაიყვანს ძირს. ვფიქრობ, რომ შომბრედის კონტროლი ახლა უფრო კარგია ვიდრე უსმანის და ასევე შომბრედის აქვს ბევრად დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ტკინვეული მოუპოვოს ბაკლის და დააფინიშოს. რა თქმა უნდა, ექნება შანსი ბაკლის, რომ დგომში გაარტყას ბრედის რამე და დააფინიშოს, ძალიან მძიმე ხელები აქვს მართლა ბაკლის და ნებისმიერი შეიძლება გათიშოს მართლა, მაგრამ ნაკლებად მგონია ამ შემთხვევაში. წინა ჩხუბში მართალია დაფინიშდა შომბრედი, მაგრამ იმ ჩხუბში უბრალოდ ვერ იჭიდავა, აი ჩხუბსაც თუ უყურეთ, შეხვეული მუხლებით გამოვიდა ბრედი. შემდეგ ინტერვიუებში თქვა, რომ მუხლი დაზიანებული ჰქონდა ძალიან ბევრი ჭიდაობისგან და შეხვეული ჰქონდა ორივე მუხლი უბრალოდ იმიტომ, რომ არ მიმხვდარიყო მორალესი, რომელი მუხლი ჰქონდა დაზიანებული და შემდეგ უფრო დიდი ზიანი იმ მუხლზე არ მიეყენებინა. ყოველთვის როცა შომბრედი ჩხუბობს, აუცილებლად გამოდის და ჭიდაობს და იმ ჩხუბში უბრალოდ ვერ იჭიდავა, დგომში ედგა მორალეს და მორალესი კი ვიცით რა მონსტრიცაა, გაუტარა უდიდესი დარტყმები და დააფინიშა. მანამდე კიდე ერთხელ არის დაფინიშებული ბელალ მუჰამედის წინააღმდეგ, თუმცა იმ ჩხუბში არ დაუგდია, ნოკდაუნი არ მიუწია ბელალ მუჰამედს, სტენდინგ TKO იყო. მაგ ჩხუბის წაგებამდე დაუმარცხებელი იყო შომბრედი და როცა ეგ ჩხუბი წააგო, მაგის შემდეგ აგერ სამი ჩხუბი ჰქონდა ზედიზედ მოგებული და თვითონაც თქვა, რომ ძალიან გაიზარდა მაგ ჩხუბის მერე, ძალიან ბევრი ახალი რაღაცა ისწავლა და ძალიან დააფიქრა საერთოდ წაგებამ და ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ეს წაგებაც ძალიან კარგად იმოქმედებდა. მოკლედ ველი უფრო განვითარებულ შომბრედის ამ ჩხუბში. ეხლა ძალიან გადავიხარე შომბრედისკენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჟოაკინ ბაკლიც ძალიან მომწონს. თუნდაც აი 2020 წელს სანამ UFC-ში შემოვიდოდა ბაკლი, LFA-ში მაქვს მისი ჩხუბი ნანახი და შემდეგ როცა UFC-ში კევინ ჰოლანდთან დებიუტს აკეთებდა, ანდერდოგი იყო ძალიან დიდი და მაგ ჩხუბშიც უწურავდი ბაკლის და მთლაც ისეც არ არის, რომ ძალიან არ მომწონდეს ეს მებრძოლი, თუმცა აი ამ მეჩაპში ვფიქრობ, რომ შომბრედის ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოიგებს. 1.60 აქვს ჩემთან კოეფიციენტი შომბრედის, ხოლო ბაკლის 2.33 აქვს და ჩემი პროგნოზი იქნება, რომ შომბრედი გადაიყვანს ძირს ბაკლის, რაღაცა საბმიშენს მოუძებნის, ან 3 რაუნდი ძალიან კაი მგონია შომბრედისთვის. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს ბობი კინგ გრინი, ჯერემი სტიფენსის წინააღმდეგ. ორი ვეტერანის დაპირისპირება იქნება და ნათქვა მაქვს, რომ ძალიან მომწონს ესეთი მატჩაპები, იმიტომ რომ ასე თუ ისე თანაბარი ჩხუბი გამოდის, არ მიყვარს ხოლმე, როცა ვეტერანს ახალ ამომავალ ვარსკვლავს აძლევენ და უბრალოდ ასე ვთქვათ, წირავენ ხოლმე, აი მსგავსად წინაგვირისა, როგორც ბენელ დარიუში გაწირეს კვილიან სალქილთან და ვფიქრობ, ეს ძალიან კაი მატჩაპია. თუმცა აგერ ჯერემი სტიფენსი სულ რაღაც ერთი ბრძოლაა, რაც დაბრუნდა UFC-ში. ყველას გვახსოვს მისი აიკონ მომენტი პრესკონფერენციაზე კონორ მაკგრეგორთან. Who the fuck is that guy? მაგ მომენტის მერე ძალიან ცუდად დაიწყო ჯერემი სტიფენსის კარიერა და აგერ 2021 წელს წავიდა UFC-დან და იმის მერეა bare knuckles ჩხუბობს. დაბრუნდა წინა წელს UFC-ში მეისონ ჯოუნსს აჩხუბეს, თუმცა დამარცხდა მეისონ ჯოუნსთან. მაგის მერე წავიდა ისევ bare knuckle მაიკ პერისთან იჩხუბა, იქაც დამარცხდა და ეხლა ისევ დაბრუნდა UFC-ში. 29 წლისაა, მსგავსად ბობი გრინისა, უკვე ძალიან ასაკში არიან ორივე, მაგრამ ჯერემი სტიფენსისგან განსხვავებით, აგერ ბობი კინგ გრინი მშვენივრად გამოიყურება, ორი ჩხუბი აქვს მოგებული ზედიზედ, ჯერ ლენს გიბსონს მოუგო, თავისი სადებიუტო ჩხუბი UFC-ში და აგერ ბოლოს ახალგაზრდა დენიელ ზალჰუბერი დააფინიშა, სადაც დიდი ანდერდოგი იყო და აჩვენა თავისი კბილები ისევ. და ლენს გიბსონის მოგებაც ძალიან კაია, იმიტომ რომ ლენს გიბსონი მაგის მერე აგერ დაბრუნდა და ჩეის უპერი გათიშა. მოკლედ ჩვენი გრინი 39 წლის ასაკშიც მშვენივრად გამოიყურება, რასაც ნახდად ვერ ვიტყვი ჯერემი სტიფენსზე. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ დაპირისპირებაზე, მგონია რომ ბობი გრინი აუცილებლად მოუგებს სტიფენს ამ დაპირისპირებაში. 1.29 აქვს კოეფიციენტი ბობი გრინს, ჯერემი სტიფენსის 3.53 წინააღმდეგ და მარტივად ჩემი პიკი იქნება ამ ჩხუბში ბობი გრინის გამარჯვება. შემდეგი დაპირისპირება ატება გოტიე ოზი დიაზის წინააღმდეგ. ატება გოტიე ყავს პატარა განუ UFC-ში 10-1-ზე ბალანსით. ერთი ჩხუბი აქვს წაგება UFC-ს გარეთ split decision-ით და UFC-ში მშვენივრად გამოიყურება.
ხოცავს თავის მეტოქეებს, თუმცა ბოლოს თავისი ბოლო ჭუბი ანდრეი პულიაევი ვერ დააფინიშა და დესიჟენით მოუგო, რაც ძალიან კაი იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მანამდე ყველას პირველივე რაუნდში აფინიშებდა ძალიან მარტივად და პულიაევთან გამოაჩინა, რომ შეუძლია 3 რაუნდის ჭუბი, მასე თუ ისე მაინც მესამე რაუნდშიც კარგად გამოიყურებოდა, 3-ვე რაუნდი მოუგო. უბრალოდ ძალიან გამძლე გამოდგა ანდრეი პულიაევი და გადაურჩა მძიმე ატებას მძიმე პირველ რაუნდს, რაც ნახდა არ მგონია ამ ჭუბში ოზიდიასმა რომ მოახერხოს გოტიეს წინააღმდეგ. ოზიდიას 2 ჭუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, ერთი წაგებული აქვს, ერთი მოგება აქვს. ბოლო ჭუბი მოგება აქვს ჯორდენ სანტოსის წინააღმდეგ. სხვათა შორის ჯორდენ სანტოსი ამ ქართზე ჭუბობს, ასევე პრელიმებშია და ერთი წაგება აქვს მიგიანგ ჟანგის წინააღმდეგ, ნოკაუტით წააგო და მანამდე კონტენდერებში აქვს ჯო პაიფერთან აქ ჭუბი და ჯო პაიფერმა დააფინიშა მეორე რაუნდში. ის სტრაიკერია ეს კაცი, უყვარს დგომში ჭუბი, უყვარს გაცვლები და ძალიან ცუდი მატჩაპია ეს მისთვის. ვფიქრობ მარტივად ატება გოტიე პირველ რაუნდში გათიშავს მას 1-0 აქვს გოტიეს კოეფიციენტი, ყველაზე დიდი ფავორიტია ქართზე, 7.75 აქვს დიას და ჩემი პიკი იქნება გოტიეს KO. გადავიდეთ შემდეგ ჭუბზე, რაც გვაქვს უმაგრესი მატჩაპი ჯოელ ალვარეზი იაროსლავ ამოსოვის წინააღმდეგ. ესპანელი ელ ფენომენო, რომელიც მშვენივრად გამოიყურება UFC-ში, სულ 10 ჭუბი აქვს ჩატარებული, აქედან 8 მოგება აქვს და 2 წაგება. ის 2 წაგებაც ერთი არმან ცარუკიანთან აქვს და მეორე დამირ ისმაგულოვთან, ორივე მებრძოლმა ჭიდაობით მოუგო მას. ცარუკიანმა თავისი უმაგრესი ground and pound გამოიყენა მის წინააღმდეგ, გაუხსნა წარბი და იმდენი სისხლი იყო იმ ჭუბში, შემდეგ უბრალოდ ექიმა გააჩერა, უბრალოდ ვეღარ გააგრძელებდა მაგ ჭუბს, იმდენი სისხლი მოდიოდა ალვარეს. არის ძალიან მაგარი სტრაიკერი და ძალიან მაგარი გრეპლერი. ძირითადად საბმიშენები აქვს, თუმცა ეს ბოლო ჭუბებია, ძალიან მიეჩვია დგომში ჭუბს, ძალიან განავითარა თავისი სტრაიკინგი აშკარად და ძირითადად დგომში აფინიშებს თავის მეტოქეებს. ბოლო ჭუბი რაც ქონდა მისენ პლუკთან გამიკვირდა ცოტა ველოდი რომ დააფინიშებდა ლუკეს, მაგრამ ვერ დააფინიშა, ვერ მოახერხა. თვითონ არ ჭიდაობს ეს კაცი, ძირითადად აქეთ ეჭიდაობიან ხოლმე და მაგ დროს ტეიქდაუნზე შესულ მეტოქეს უღებს ხოლმე კისერს და აფინიშებს. ძალიან სნიკი საბმიშენები აქვს და ამ დაპირისპირებაში ვფიქრობ ექნება შანსი ამოსოვის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ვფიქრობ ამოსოვი შეეცდება რომ ეჭიდაოს. თუ არ ეჭიდავა ამოსოვი ძალიან გაუჭირდება ამ ჭუბის მოგება. 32 წლის იაროსლავ ამოსოვი, უკრაინელი ბელატორის ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც აქვს 29-1-ზე ძალიან მაგარი რეკორდი აქვს, მხოლოდ ერთი წაგება აქვს. თავისი ბოლო ჭუბი რაც იჭუბა ბელატორში ჯეისონ ჯექსონის წინააღმდეგ, დაფინიშდა მესამე რაუნდში იმ ჭუბში, მაგრამ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, ახალი დაბრუნებული იყო, ომში იყო ეს კაცი, უკრაინაში ომობდა. იქიდან ჩამოსული პირდაპირ შევიდა რინგზე იჭუბა და წააგო. იმის შემდეგ გააკეთა დებიუტი UFC-ში და მშვენივრად მოუგო ნილ მაგნის პირველივე რაუნდში თავისი ანაკონდა ჩოუკით. ანაკონდა ჩოუკი აქვს ამ კაცს უმაღლეს დონეზე აყვანილი და მართლა ძალიან მაგრა აკეთებს. რაღაც პონჩი ძალიან მაგრა კვანან ჯოელ ალვარეზი და იაროსლავ ამოსოვი თავისი გრეპლინგის სკილებით, ორივეს მსგავსი ჩოუკები უყვარს. ზუსტად მაგით ვფიქრობ, რომ ერთმანეთს ვერ დააფინიშებენ საბმიშენით. ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამოსოვი შეეცდება, რომ ალვარეზი ჩაიყვანოს ძირს და გააკონტროლოს, ხოლო ალვარეზი შეეცდება, რომ დატოვოს ეს ჭუბი ფეხზე. 1.54 აქვს ამოსოვს ახლა, ხოლო ალვარეს 2.53 აქვს. სულ რამდენიმე დღის წინ ბევრად დიდი კუში ქონდა ამოსოვს, 1.80 ქონდა რომ ნახე და აშკარად ფული ამოსოვისკენ მოდის, ეხლა და ხალხი უფრო ამოსოვისკენ იხრება და ზუსტად მაგითო დაეწია. ვფიქრობ, ძალიან ახლო ჭუბი იქნება, რაღაც მომენტში ძირს იქნება და რაღაც მომენტში დგომშიც ხედავ ამ ჭუბს, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ თავისი ტეიქდაუნებით მოახერხებს ამოსოვი და დარჩება ამ ჭუბში გამარჯვებული. დიდი ჰაიპი შემოვიდა ამოსოვი UFC-ში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოფილი ჩემპიონია ბელატორის და თან ძალიან მაგარი რეკორდი აქვს და მართლა ძალიან გამოცდილია და ზუსტად მაგით მიცეს ნილ მაგნი და ნილ მაგნი არის welterweight-ში top 15-ის კარები რა. ნილ მაგნის თუ მოუგე, ესე იგი შეგიძლია რომ top 15-ში იასპარეზო და ზუსტად ეხლაც მსგავსი ტესტი აქვს ამოსოვს ამ ჭუბში. ჯოელ ალვარეზი თუ გაიარა, უკვე ძალიან მაღალი დონის ჭუბები ელის და ტოპ-10-ის მებრძოლი გარანტირებული აქვს შემდეგ ჭუბში ამოსოვს ჩემი აზრით. გადავიდეთ შემდეგ ჭუბზე, რაც გვაქვს მათეუშ რებეცკი გრანდ დოუსონის წინააღმდეგ.
კიდევ ერთი ATT-ის დარბაზიდან ორი მებრძოლის, ანუ გუნდელების დაპირისპირება. რამდენიმე კვირის წინ ნახეთ მოიკანო დანკანის main event-ი, რომელშიც იყვნენ ასევე ორი მებრძოლი ამერიკან top team-დან. სხვათა შორის რებეცკისაც ერთი ჩხუბის წინ დანკანთან აქვს ჩხუბი ჩატარებული და მსგავსად ამ ჩხუბისა მაშინაც თავის თანაგუნდელს ეჩხუბა. და მოკლედ არა ამ კაცისთვის პრობლემა რომ თანაგუნდელს ეჩხუბოს. თან ვიცი რომ გრანდოსონი და დანკანი ძალიან ახლოს არიან ერთად და უშუალოდ სპარინგ პარტნიორები არიან, ხოლო როგორც ჩანს რებეცკი ესე ახლოს არ არის მათთან. მათეუშ რებეცკი პოლონელია, ძალიან მომწონს ეს მებრძოლი, ძალიან მიყვარს მისი სტილი. დამძიმე ხელები აქვს და ჭიდაობაც ეხერხება. შავი ხამარია ჯიუ-ჯიტსუში ასევე, თუმცა ამ ჩხუბში გრანდოუსონთან არ ექნება უპირატესობა ნახდათ. გრანდოუსონი არის ძალიან მაღალი დონის გრეპლერი. ამ კაც დომში თუ რამე არ მოუხერხე და არ გათიშე, ძალიან ძნელია მასთან ჭიდაობა და საერთოდ გრეპლინგის გაცვლებში ჩართვა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თავისუფლად მგონია, რომ რებეცკი გაუკაჩავს ძირს დოუსონს. ხალხს გონია, რომ გადაუვლის დოუსონი რებეცკის თავისი გრეპლინგით, მაგრამ დამერწმუნეთ ეს ასე არ არის. გრანდოსონს თავისი ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს ნოკაუტით პირველივე რაუნდში მანუელ ტორესის წინააღმდეგ. მაგის წინ ფერეირასთან აქვს მოგებული, დიეგო ფერეირასთან, რაფა გარსიასთან, აქვს ფინიშით მოგებული, მანამდე აქვს ჯო სოლეცკისთან და იმის წინ აქვს ბობი გრინთან პირველ რაუნდში ასევე ნოკაუტით წაგება. ფიქრობ ამ კაცს ხბის პრობლემები აქვს და ნებისმიერი ერთი დარტყმა ამ ჩხუბში რებეცკისგან შეიძლება იყოს დასასრული. რებეცკის რაც შეეხება თავისი ბოლო ჩხუბი მასაც წაგებული აქვს ლუდოვიტ კლეინთან. კლეინმა დგომში აჯობა რებეცკის პირველი ორი რაუნდი მოუგო. იმის წინ დანკანთან წააგო 3 რაუნდიანი ომი. და იმის წინ აქვს მიკტიბეკ ოროლბაისთან მოგებული, იცავდა თავს რებეცკი თეიქდაუნებისგან მშვენივრად ოროლბაის წინააღმდეგ და შემდეგ თვითონ აქეთაც ეჭიდავებოდა და დგომშიც მშვენივრად ედგა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1 და 61 აქვს დოუსონს, ხოლო რებეცკის 2 და 28 აქვს, რაცაც ნახდად არ ველოდებოდი. არ ვიცი რატო არის ანდერდოგი ამ ჩხუბში რებეცკი. მით უმეტეს როცა ნახეთ რა ადვილად წააგო დოუსონმა თავისი წინა ჩხუბი ტორესის წინააღმდეგ. მართლა ძალიან სუსტი ყბა აქვს ამ კაცს, მანამდეც ნანახი გვაქვს ბობი გრინმა პირველივე რაუნდში, პირველივე დარტყმით გათიშა. ბობი გრინი არ არის ეგ მებრძოლი, რომ თავისი მეტოქეები პირველივე რაუნდში მძიმე დარტყმით გათიშოს, არ აქვს მასეთი მძიმე ხელები. ბობი გრინი ძირითადად ნელ-ნელა უყოლებს და ნელ-ნელა ბოლოსკენ აფინიშებს ხოლმე თავის მეტოქეებს, მაგრამ დოუსონს ჩაუსვა და გათიშა. ფიქრობ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რებეცკიმ გათიშოს დოუსონი. პირველ, მეორე, მესამე რაუნდში არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ერთი კაი ოვერჰენდი უნდა და გააგორებს დოუსონს. უმძიმესი ხელები აქვს რებეცკის და სამივე რაუნდი თავის ყველა ჩხუბში, ყველა დარტყმა საერთოდ იქნებს მოსაკლავად. რომც ვერ გაარტყას თავისი ეს მძიმე ხელი, ხალხს გონია, რომ დოუსონი ჩაიყვანს და გაანკონტროლებს ძირს რებეცკის და რამეს მოუნახავს, მაგრამ ნახდად არ ფიქრობ, რომ ასე იქნება რა. აუცილებლად დაიცავს თავს რებეცკი და თუ ჩაიყვანს დოუსონი, აუცილებლად წამოუდგება ფეხზე. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, დოუსონი იმას ვერ იზავს ამ ჩხუბში, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ძირითადად რასაც უკეთებს ხოლმე ძირს თავის მეტოქეებს. რა თქმა უნდა, რებეცკი პოლონელია, ცოტა მიკერძოებულიც ვიქნები, მაგრამ მართლა რეალურად გონია, რომ ძალიან დიდი შანსი აქვს რებეცკის ამ ჩხუბში რო გაიმარჯვოს. ბევრჯერ მყავს რებეცკი ნანახი აქ, უშუალოდ მასთან არ მიჭიდავია, მაგრამ მაქვს ნანახი მისი ვარჯიშისთვის და ჩემი მწვრთნელი სიტყვები მახსენდება სულ. ჩემს აქვს რამდენჯერმე ნაჭიდავები და ნათქვამი აქვს, რომ აი ქვასავით არისო ძირსო რა. იმენა რკინასავით ტიპია და ძალიან ძნელია რომ გააკონტროლო ძირს და რამე მტკივნეული მოუნახო. მიხვდებოდით ჩემი ლაპარაკიდან გამომდინარე, ჩემი ფიქი ამ დაპირისპირებაში იქნება რებეცკის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს კიდევ ერთი ვეტერანების დაპირისპირება ამ ქარზე, ჯიმ მილერი, ჯარედ გორდონის წინააღმდეგ. თუმცა განსხვავებით გრინისა და სტიფენსის ჩხუბისა, ერთი მებრძოლი უკვე ასაკშია, ხოლო მეორე ძალიან ასაკშია. ჯიმ მილერი 42 წლისაა, 4 თვეში 43 წლისაც ხდება და ლაითვეიტში 42 წელი უკვე ძალიან ბევრია მართლა. ხოლო ჯარედ გორდონი 37 წლისაა, ისიც ასაკშია, მაგრამ 5 წლით ახალგაზრდაა ჯიმ მილერზე. 38-19-ზე აქვს რეკორდი ჯიმ მილერს, ხოლო ჯარედ გორდონს აქვს 21-8-ზე. ძალიან გამოცდილები არიან ორივე, რა თქმა უნდა. ჯიმ მილერი ჩვეულებრივი ლეგენდაა UFC-ს, UFC 200-ზე აქვს ნაჩხუბი, UFC 300-ზე იჩხუბა და იცახის რომ UFC 400-ზეც მინდაო ჩხუბიო. არ ვიცი მაგას რამდენად მოახერხებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ასაკში იქნება მაშინ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც კარგად გამოიყურება. ბოლო ჩხუბი წაგებული აქვს ჩეის ჰუპერთან, იმის წინ დეიმონ ჯექსონს მოუგო სამიშენით და იმის წინ კიდევ ორი მოგება აქვს ზედიზედ. ძალიან შეკრული მებრძოლია და გამოირჩევა თავისი გილიოტინებით. დეიმონ ჯექსონსაც ბოლო მოგება რაც აქვს 2024 წელს გილიოტინით მოუგო და საერთოდ ლეგენდარულია მისი გილიოტინა
UFC-ში ყველა მიცის. გორდონმა თავისი ბოლო ჩხუბი რაფა გარსიასთან წააგო მესამე რაუნდის TKO-ით, თუმცა ნახეთ რაფა გარსია რა მაგრა გამოიყურება ეხა და თან მაგ ჩხუბში გორდონს რაღაც წინა დღეს თუ რამდენიმე დღის წინ მანქანამ დაარტყა და შეხვეული მუხლებით იყო გამოსული, ანუ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო მაგ დროს. იმის წინ მოგება აქ ტიაგო მოისესთან TKO-ით, რაც ძალიან მაგარი მოგებაა. ვფიქრობ, რომ უპირატესობა ექნება ჯიმ მილერის წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა რაღაცა გილიოტინაზე არ დაიჭირა ჯიმ მილერმა, ვფიქრობ, რომ გორდონმა უნდა მოიგოს ეს ჩუბი. 3-53 აქვს მილერს და გორდონს 1-29 აქვს, დიდი ფავორიტია. ვფიქრობ, სამართლიანია, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი პიკი იქნება ჯარედ გორდონი. გადავიდეთ შემდეგ ჩუბზე, რაც გვაქვს middleweight-ების ჩუბი, მარკო ტულიო, რომან კოპილოვის წინააღმდეგ. მარკო ტულიო 14-2-ზე ბალანსი, ბრაზილიელი მებრძოლი, რომელიც შუტებოქსიდან მოდის, ხოლო რომან კოპილოვი რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლია, ბოლო ორი ჩუბი წაგებული აქვს. ტულიოსაც წაგება აქვს თავისი ბოლო ჩხუბი. ვფიქრობ, ეს ბოლო ჩხუბებია, ტულიო ბევრად კარგად გამოიყურება. ბოლო CLD-სთან წააგო მეორე რაუნდში, თუმცა ასე თუ ისე მაინც კარგად გამოიყურებოდა იქამდე სანამ spinning back fist-ზე დაიჭერდა ლეროი დანკანი. მაგ ჩხუბში ტულიომ ყავდა არჩეული, ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მოიგებდა, ძალიან მომწონს საერთოდ ტულიოს სტილი, ჭიდაობს კიდევაც და ძალიან მძიმე ხელები აქვს. მაგის წინ ტრეშანგორს მოუგო და როგორც ეჩხუბა ტრეშანგორს ძალიან მომეწონა, ძალიან დაუნდობლად ეჩხუბა, დაჩაგრა მაგრა და მეორე რაუნდში დააფინიშა. ტულიოს გამარჯვებებში ძალიან აღსანიშნავი რაც არის, კონტენდერების სერიაში 2023 წელს აქვს იუსრი ბელგარის წინააღმდეგ მოგება, რაც ძალიან მაგარი მოგებაა. იუსრი ბელგარი აგერ UFC-ში რას მოვიდა, ხედავთ რა მაგრა გამოიყურება. ეჭიდავა იმ ჩხუბში ბელგარის და ზუსტად თავისი ჭიდაობით მოუგო. ვფიქრობ, მას ეს ჭიდაობის სკილები ძალიან წაადგება რომან კოპილოვის წინააღმდეგ. კოპილოვის სტარსულში ქონია პრობლემები გრეპლინგის და ჭიდაობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, დგომში საკმაოდ თანაბარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ტულიოს აქვს თავისი ჭიდაობა ჯიბეში, რომელიც შეუძლია გამოიყენოს და თუ გამოიყენებს, ვფიქრობ, გაუმარტივდება კოპილოვთან გამარჯვება, მაგრამ დგომშიც ვფიქრობ, რომ უპირატესობა იქნება კოპილოვის წინააღმდეგ. საერთოდ კოპილოვი ძალიან ცუდად გამოიყურება, ეს თავისი ბოლო ორი ჩხუბია, გრეგორი როდრიგესთან და პაულო კოსტასთან წააგო და საერთოდ ისეთი მებრძოლია, ძალიან ხასიათის მებრძოლია მგონია, ზოგჯერ გამოდის და ძალიან კარგად ჩხუბობს, ზოგჯერ საერთოდ არ გამოსდის, მსგავსად თავისი ბოლო ორი ჩხუბისა, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი სტრაიკერია, ძალიან მძიმე ჰედკიქები აქვს. კოეფიციენტების მხრივ ფავორიტია ტულიო 1-57 აქვს, ხოლო კოპილოვს 2-63. ვფიქრობ, ახლო ჩხუბი იქნება, მაგრამ უფრო მარკო ტულიოსკენ გადავიხრები და ის იქნება ჩემი პიკი ამ ჩხუბში. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რაც გვაქვს პეტ საბატინი ვილიამ გომისის წინააღმდეგ. როგორც გითხარით, პეტ საბატინი მარკეზ MMA-დან შონბრედის გუნდელია, გრეპლერია შონბრედის მსგავსად და ამ კაცმა ნელ-ნელა იპოვა თავისი თავი. ძალიან კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით თავისი ბოლო 3 ჩხუბია. ჯერ ჯონათან ფირს მოუგო საბმიშენით, რაც ჩვენიერი მოგებაა. მერე ჯო ანდერსონ ბრიტოს მოუგო და ბოლო შეპე მარისკალს მოუგო, რასაც არ ველოდი ნახდათ. ძალიან გამაგურვა აშკარად, მისი სკილები განვითარებულია, ძალიან მაგარი გრეპლერია, ძალიან მძიმე მოჭიდავეა და კონტროლი აქვს უმაღლესი დონის ძირს. ვილიამ გომის რაც შეეხება, ვილიამ გომისი სტრაიკერია, შეიძლება ეს ჩხუბი დატოვოს ფეხზე. თავისი წინა ჩხუბი მოგებული აქვს რობერტ რუხავას წინააღმდეგ, პოლონელი რობერტ რუხავას წინააღმდეგ და იმ ჩხუბში რაც ნახე ძალიან მეხმარება, რომ გამოვიტანო ჩემი პროგნოზი და ჩემი პიკი ამ ჩხუბში. რობერტ რუხავა მეორე რაუნდში ეჭიდავა ვილიამ გომის და რუხავა საერთოდ არ არის მოჭიდავე. უკეთებდა ტეიქდაუნებს მოკლედ რუხავა, რაც ძალიან ცუდად ჩანს ამ მატჩაპისთვის. პეტ საბატინი არის ერთპიროვნულად მოჭიდავე, აუცილებლად გაუკეთებს ტეიქდაუნებს, აუცილებლად ჩაიყვანს ძირს. ან დააფინიშებს, ან decision-ით მოუგებს ვილიამ გომის მარტივად, ბევრი ლაპარაკი არ უნდა ამ ჩხუბს. სულ რო ყველაფერს თავი გავანებოთ, პეტ საბატინის ბოლო ორი მეტოქერო ავიღოთ, ვისთანაც მოგებები აქვს. ჩეპე მარისკალი და ჯო ანდერსონ ბრიტო მგონია, რომ ორივე მებრძოლი მოუგებს ვილიამ გომის, ხოლო ვილიამ გომისის ბოლო ორი მეტოქერო ავიღოთ, რობერტ რუხავა და ჰიდერ ამილი, რომელთანაც წაგებული აქვს. ვფიქრობ, პეტ საბატინი ორივეს მოუგებს. საერთოდ ძალიან no-brainer-ი მგონია ეს მატჩაპი. საბატინის აქვს 1-54 კოეფიციენტი, ვილიამ გომისის 2-53 წინააღმდეგ და მგონია, რომ 1-54 საბატინის ნაჩუქარია ამ ჩხუბში. ვფიქრობ, რომ ბევრად დიდი ფავორიტი უნდა იყოს, ბევრი ლაპარაკის გარეშე.
პეცაბატინი ჩაიყვანს ძირს ვილიამ გომის და ან დააფინიშებს, ან დესიჟენით მოუგებს, ჩემი პიკი არის პეცაბატინის გამარჯვება. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს ბაისანგურ სუსურკაევი ჯორდენ სანტოსის წინააღმდეგ. სუსურკაევი არის ჩეჩენი მებრძოლი, რომელსაც უკვე მეორეჯერ ზედიზედ აჩხუბებენ ხამზატის ქარtზე, ხამზატის მეგობარია, დაუმარცხებელია 11-0-ზე აქვს ბალანსი, 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული, ორივე მოიგო ფინიშით, ბოლო ჩხუბი აქვს მოგებული ერიკ მაკონიკოს წინააღმდეგ და იმის წინ ერიკ ნოლანთან აქვს მოგებული. არც თუ ისე მაღალი დონის მებრძოლია ბაისანგურ სუსურკაევი, როგორიც ჩანს და როგორიც ხალხს გონია. მაკონიკოსთანაც სანამ დააფინიშებდა მაკონიკოს საკმაოდ თანაბარი ჩხუბი იყო და იმის წინ ერიკ ნოლანთანაც ერიკ ნოლანმა მოახერხა და შეაბარბაცა ერთ მომენტში საერთოდ მართალია იცინოდა სუსურკაევი მაგ ჩხუბში და საერთოდ ეგეთი მებრძოლია რომ იცინის და თითქოს სერიოზულად არ აღიქვავს ჩხუბს და საერთოდ თავის მეტოქეებს არადა ზიანდება ჩხუბებში და საერთოდ მაღალი დონის სკილებიც არ აქვს. ის მეტოქე ჯორდენ სანტოს რაც შეეხება, მასაც 2 ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული. ერთი მოგება აქვს და ერთი წაგება, პირველი ჩხუბი წაგო ოზიდიასთან, იმ ოზიდიასთან, რომელიც ატება გოტიეს ეჩხუბება ანკარზე ზუსტად და ბოლოს მოუგო დენი ბარლოს, რაც კაი მოგებაა. 25 წლისაა სუსურკაევი, ჯორდენ სანტოსია 28 წლის, ორივე ასე თუ ისე ახალგაზრდები არიან. უბრალოდ ჯორდენ სანტოსი არ ვიცი 28 წლის როგორაა, 40 წლის კაც გავს. ძალიან დიდი ფავორიტია სუსურკაევი, 1-14 აქვს ჯორდენ სანტოსის 5-50-ის წინააღმდეგ. არ მომწონს საერთოდ სუსურკაევი, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბს მოიგებს. ვფიქრობ, სანტოს უნდა აჯობოს, მაგრამ ეხლა ვამბობ, როგორც კი ოდნავ გაიზრდება სუსურკაევის მეტოქის დონე, მაშინვე წააგებს პირველ ჩხუბს ის. თუმცა კიდევ ერთხელ არ მგონია ჯორდენ სანტოსი ის მებრძოლი იყოს, რომელიც მიანიჭებს მას პირველ წაგებას. და მივადექით პრელიმების ბოლო ჩხუბს, კლეიტონ კარპენტერი, ჯოსე ოჩოას წინააღმდეგ. აქაც ახალგაზრდების დაპირისპირება გვაქვს, კარპენტერი არის 29 წლის, ხოლო ოჩოა 25 წლის არის. კარპენტერს აქვს 4 ჩხუბი UFC-ში ჩატარებული, 2 მოგება და ბოლო 2 წაგება აქვს. ხოლო ოჩოას 3 ჩხუბი აქვს, 2 წაგება და 1 მოგება, თუმცა ოჩოას ბევრად მაღალი დონის მებრძოლები ყავდა მეტოქეებად, ვიდრე კარპენტერს. თავისი დებიუტი აქვს ლონერ კავანასთან ჩატარებული. ლონერ კავანა ძალიან მაგარი მებრძოლია და უკვე რაგერ მე-7 ნომერია flyweight-ში. მის შემდეგ კოდი დორნენს მოუგო TKO-ით, რაც ძალიან მაგარი მოგებაა. და ბოლოს ასუ ალმაბაევთან წააგო ჭიდაობით. სტრაიკერია მოკლედ ოჩოა, ძალიან მაგარი სტრაიკერია, ძალიან მძიმე ხელები აქვს, ხოლო კლეიტონ კარპენტერი უფრო მოჭიდავეა და ვფიქრობ გეგმა იქნება რა თქმა უნდა ამ ჩხუბში კარპენტერს, რომ ჩაიყვანოს ძირს და რაღაცა მოუხერხოს ოჩოას, იმიტომ რომ თუ ფეხზე გაჩერდნენ, ვფიქრობ დააფინიშებს დგომში ოჩოა. ოჩოა არის შუტებოქსელი. აქვს გრეპლინგის სკილებიც. კარპენტერს თავისი ბოლო ჩხუბი ჟაფეთ ფილიოსთან აქვს წაგებული, ხოლო იმის წინ ტაგერ ულამბეკოვთან წააგო და იმის წინ 2 მოგება რაც აქვს, ორივე სამიშენით აქვს მოგებული, იმის შემდეგ რაც ჩაიყვანა თავისი მეტოქე ძირს. დიდი ნაწილი ამ ჩხუბის მაინც დგომში გაემართება და დგომში თუ იქნება ეს ჩხუბი უფრო უპირატესობას მიუცემ ოჩოას. და ზუსტად ამიტომ გადავიხრები უფრო ოჩოასკენ და ჩემი პიკი იქნება ოჩოას გამარჯვება. 1-54 აქვს კოეფიციენტი ოჩოას, კლეიტონ კარპენტერის 2-53 წინააღმდეგ. სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ქარდით, ძალიან ველოდები. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები და დაელოდეთ აუცილებლად ბეტინგ ვიდეოს. ძალიან მაგარი ჩხუბები გვაქვს, ძალიან მაგარი კოეფიციენტები გვაქვს და შევადგენ ძალიან კაი ბილეთებს თქვენთვის. მოკლედ დაელოდეთ ბეტინგ ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.